იცით, რომელია მსოფლიოში ყველაზე გრძელი ხიდი, რომელიც მთლიანად წყლის ზედაპირზე გადის? ეს ხიდი იმდენად სწორია, რომ თითქოს უსასრულო წყლის ზოლში მიემართებით, რომელიც არც იწყება და არც მთავრდება. განსაკუთრებით ნისლში ან ძლიერი წვიმის დროს იქ აღმოჩენა მძღოლებისთვის ხშირად შფოთვის მიზეზი ხდება. ზოგიერთს ეჩვენება, რომ გზა აერია ან შუა ტბაში ჩარჩა. სწორედ ამიტომ ხიდზე განლაგებულია საგანგებო ეკიპაჟები, რომლებიც ასეთ შემთხვევებზე რეაგირებენ. ეს ხიდი მდებარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლუიზიანას შტატში და მას პონჩატრეინის ტბის ხიდი ჰქვია. ხიდის სიგრძე 38.5 კილომეტრია, ტბას კი, რომელსაც კვეთს, ლონდონზე დიდია. ხიდი მთლიანად სწორია და მას 9500-ზე მეტი ბეტონის სვეტი ამაგრებს. მშენებლობა დაიწყო 1955 წელს და იმავე წელს გაიხსნა პირველი ზოლი. მოგვიანებით კი დაემატა მეორე ზოლის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობისთვის. 2005 წელს დიდი განსაცდელი მოევლინა ხიდს, როცა ლუიზიანას ქარიშხალმა კატრინამ დაარტყა, თუმცა ხიდი მაინც გადარჩა. დღეს ის შეტანილია გინესის რეკორდების წიგნში, როგორც მსოფლიოში ყველაზე გრძელი ხიდი წყალზე. ყოველდღიურად მას საშუალოდ 40,000 მანქანა კვეთს და თქვენ თუ შეძლებდით ამ ხიდზე გავლას. ბოლოს კი გთხოვთ არ დაგავიწყდეთ ვიდეოს გაზიარება და ჩემი გამოწერა.